18 წელი აგვისტოს ომიდან. აგვისტოს გმირი ჯარისკაცები არიან თითოეული ჩვენგანის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. უახლესი ისტორიის უმძიმესი დღეები, ოპოზიციის манипуляცია თარიღით და ევროსაბჭოს რეზოლუცია. ქართული მხარე დაადანაშაულა ომის დაწყებაში რეჟიმმა, როდესაც ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას. ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა. გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით. ვეტერანები თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ. ეს არის აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან. საერთოდ სად იყო და სად იბრძოდა თვითონ. ერთი წყირო გავხსნია სად იბრძოდა. რატომ დააბრალა გიორგი ბარამიძე ომის დანაშაული ქართულ სამხედროებს და ქართულ ხალხს? აქ საფიქრალი ის არის, საიდან მოდის ეს დავალება, რატომ ალაპარაკეს ბარამიძეს ის, რაც ილაპარაკა. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყნის გაუმჯობესებული რეიტინგი, სტაბილურიდან პოზიტიურამდე. როგორ აფასებს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია საქართველოს? საქართველო კვლავ განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს და ჯანსაღ ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას. SP გლობალის კვლევის შედეგები. საღამომშვიდობის საეთერშია კურიერი 9 საათზე დღის ყველა მნიშვნელოვან სიახლეს ანუკა ბუავა გაგაცნო. საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღი დღეს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და 10,000-ობით დევნილი საკუთარ სამშობლოში. ტრაგიკული ისტორია, რომელიც ქართველების მეხსიერებაში მუდამ დარჩება. განადგურებული სოფლები, დაბომბილი ტერიტორიები და 100-ზე მეტი ოკუპირებული დასახლება. დღეს ყველა ომში დაღუპულ გმირ ქართველებს იხსენებს. ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო კი ადგილია, სადაც დილიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს პატივს მიაგებენ. გახსოვდეთ ჩვენი გმირების შვილებო. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წლის შემდეგ ემოციები არ ნელდება. უახლესი ისტორიის ტრაგიკული დღეები და ომში დაღუპული გმირები ოჯახის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. თქვენს რომ გმირები არ კვდებიან, მათი სახელები და თავდადება კი ისტორიას სამუდამოდ დარჩება. მე ღირსეული ვაშკაცის დედა ვარ, კაპიტანი ალექსანდრე თანდაშვილი, რომელმაც ღირსეულად შეწირა თავის სამშობლოს. 18 წლის მერე უფრო და უფრო მეტად რთულია და ალბათ წლები რო გავა კიდე უფრო რთული იქნება. 8 აგვისტო ესაუბრე რო იძახებდნენ გიორგის მე დამირეკეს და მე დავუკავშირდი გიორგის და უთხარი რომ განგაშია გიძახებენ და მე მგონი ომი დაიწყო მეთქი და ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. აგვისტოს ომს ბევრი გმირი ჰყავს. ოკუპანტთან ბრძოლის დროს დაღუპული თითოეული მებრძოლის ისტორიის მოყოლა რთულია. თუმცა კურიერმა აგვისტოს მძიმე დღეების ქრონოლოგია დღეს იმ რამდენიმე გმირის ოჯახის წევრებისგან მოისმინა, რომლებმაც საკუთარი ახლობლების ისტორიები გაიხსენეს. კასეტურ ბომბამდე ვიდან ისხებლა ჩემი ძმა. ერთი თვე იქ იყო და ილია მეორემ გამომიტანა მე. ამაყი ვარ რომ გმირი ძმა მყავს და გმირულად წავიდა ამ ქვეყანას. ჩემი ძმა იყო მეოთხე ბრიგადელი. 5 დას ყავდა ერთი მეხუთე ძმა 19 წლის, რომელიც გმირულად ემსხვერპლა ამ საშინელ ომს. მიუხედავად იმისა გავიდა 18 წელი, მაგრამ მტკივნეულია ძალიან. ომის მძიმე დღეები გმირების ოჯახის წევრებთან ერთად გაიხსენეს მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა. პრემიერის განცხადებით, მათი პატრიოტიზმი და თავდადება თითოეული მოქალაქისთვის სამაგალითოა. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად ქვეყანამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. მემორიალთან მივიდა და დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმაც. აგვისტოს გმირი ჯარისკაცები არიან თითოეული ჩვენგანის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. ტერმა მოახდინა ოკუპაცია ჩვენი ტერიტორიების, დავკარგეთ სოფლები, ადამიანები და სამწუხაროდ ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება, მაგრამ მინდა საზოგადოებას განუცხადო, რომ დღეს როგორც არასდროს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული. ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. მათი მაგალითი უნდა იყოს განსაზღვრელი, რა თქმა უნდა, თაობებისთვის. მათი პატრიოტიზმი იყო სამაგალითო, არის სამაგალითო და რა თქმა უნდა ჩვენ გვეკისრება ვალი ამ გმირების წინაშე ყველაფერი გავაკეთოთ. მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად
10 ოცნების სასახდებით. გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკოდა აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს თავდაცვის მინისტრთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარემაც მიუსამძიმრა. ამ ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი ეს არის ქართველი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე დაგვანახა მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი. მაშინ, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მტერს ებრძოდნენ, ბრძოლის ველზე ეცემოდნენ, როდესაც ჩვენ მოსახლეობა მიტოვებული და შეტოვებული იყო ბრძოლის ხაზს მიღმა, მათი ხით-ხითი, ხორხოცი და ასეთი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს იყო ის სურათი, რაც მაშინ თელმა საქართველოს დავინახა. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი დღეა, უმძიმესი დღეა, მაგრამ ამავდროულად ეს არის ერთ-ერთი სიამაყის დღე იმ ადამიანებით, იმ ვაჟკაცებით, იმ ჯარისკაცებით და იმ თითოეული ადამიანით, რომელმაც გასწირეს ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი სამშობლოს დასაცავად. აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმაც. პატივი მივაგეთ იმ გმირებს, ვინც კიდევ ერთხელ ჩვენ ქვეყანას სახე, ღირსება და იმის ვალდებულება დააკისრა და შეუნარჩუნა, რომ ჩვენ სამშობლოში ვიცხოვროთ, განვითარდეთ და ჩვენი შვილების საძირკველი იყოს აქ. ნებისმიერი ომის შემდგომ დგება მშვიდობა და თითეული ჩვენგანი, ჩვენი შვილები, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მშვიდობისათვის მზად, რამე თუ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, ძლიერი და ლაღი. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკეს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა. პარტიის ახალგაზრდა ლიდერებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების თავდადებაზე ისაუბრეს. ყველაზე მთავარი პასუხისმგებლობა არის ის, რომ გვახსოვდეს ეს ტრაგედია, გვახსოვდეს ჩვენი გმირები და ჩვენს მომავალ თაობას დავუტოვოთ მშვიდობიანი საქართველო. პატივი მივაგეთ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი სამშობლოსთვისა და ქართველებისთვის გაწირა. დღევანდელი დღე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა და რაც აუცილებლად კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, დიდება გმირებს, დიდება საქართველოს. 18 წლის წინ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 5 დღე გაგრძელდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-ზე მეტი დაჭრილი, იძულებით გადაადგილებული პირები და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%. ასეთია რუსული აგრესიის მძიმე შედეგები. თარიღით манипуляცია 7 თუ 8 აგვისტო ნაციონალური მოძრაობა ბოლო წლებია ცდილობს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტო აქციას. ეს მაშინ, როდესაც ყველა ოფიციალურ დოკუმენტში, მათ შორის თავად სააკაშვილის ბრძანებაში წერია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს საზღვარი 8 აგვისტოს გადმოკვეთა. რატომ შეცვალეს თარიღი? საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ პასუხი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხარდაჭერილ და აგვისტოს ომიდან 2 თვის შემდეგ მიღებულ ევროსაბჭოს რეზოლუციაშია. კონკრეტულად კი დოკუმენტის მეხუთე პუნქტში, სადაც წერია, რომ აგვისტოს საქართველოს სამხედროების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვამ კონფლიქტის ესკალაცია ახალ ეტაპზე გადაიყვანა ღია და სრულმასშტაბიან ომამდე. კიდევ ერთ უკვე მე-11 პუნქტში კი საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზეა საუბარი. რა ხდება ახლა? ქართული ოცნება ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ომის დაწყების თარიღი 1 დღით მხოლოდ იმიტომ გადმოწია, რომ ცხინვალის რეგიონში დაწყებული საარტილერიო დაბომბვები სააკაშვილს არ დაბრალებოდა. აი ამ ჯარისკაცებს ნაციონალურ მოძრაობამ დააბრალა ომის დანაშაულების ჩადენა. აი ეს გააკეთეს 2008 წელს. 2008 წლიდან 18 წლის თავზე უკვე სამართლებრივად დადასტურებულია, ვინ არის ომის დამნაშავე. რუსეთი ოკუპანტია. ეს სტრასბურგშიც დადგინდა და ჰააგაშიც. ამიტომ ხელისუფლება უკვე ქვეყნის შიგნით ყოფილ ხელისუფლებას თხოვს პასუხს ისეთ საკითხებზე, რომლის უარყოფაც თავად საერთაშორისო სასამართლოებში უწევდა. აქ საკითხი იმაში კი არის, როდის დაიწყო ომი. კითხვა არის იმაში, რატომ დაიწყო ომი. რატომ დაეთანხმნენ რეზოლუციას, რომლის მეხუთე პუნქტშიც ეწერა, რომ 7 აგვისტოს საქართველოს სამხედროების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვამ კონფლიქტის ესკალაცია ახალ ეტაპზე გადაიყვანა, ღია და სრულმასშტაბიან ომამდე. რატომ აბრალებდნენ ქართულ ჯარს ომის დანაშაულს? რატომ დაიწყეს ომის დაწყების თარიღის აღნიშვნა 2014 წლიდან 8 აგვისტოს ნაცვლად 7-ში, როდესაც საკუთარ ბრძანებულებაში თავად სააკაშვილი წერს, რომ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით სწორედ 8 აგვისტოს შემოვიდნენ, როგორც ეს ევროსაბჭოს რეზოლუციაშიც წერია. ნაციონალური მოძრაობის მისამართით არსებული ეს კითხვები წლებია ღიად რჩება. ეს ომი არ იქნებოდა მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი, გმირები
და ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა სააკაშვილის გაუაზრებელ მარიონეტულ მოღალატეობრივ ქცევას და დღეს უნდათ გადაფარონ თარიღებით, რუსეთის ხსენება, არხსენებები და ასეთი თემები არასერიოზულია. აი ეს ადამიანები როგორ ბედავენ საერთოდ რომ პოლიტიკაში არიან, მას შემდეგ რა იმ ჯარს, რომელიც ომში შეიყვანეს, შემდეგ თვითონვე დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და კიდე კარგი ქართულმა ოცნებამ ბოლომდე მიიყვანა ეს საკითხები ჰააგაში და გამართლდა სრულად საქართველოს და ქართული ჯარიც. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რუსეთს ფასი არ გადაეხადა იმ ოკუპაციისთვის. ეს პროცესები როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში იყო უიმედო, იმიტომ რომ მტკიცებულებები ქონდათ გაპლანგული, გატანილი, გადაცემული სხვა ქვეყნებისთვის, თავისი მიზნებისთვის და არა საქართველოს მიზნებისთვის და ამ ყველაფრის შემოbrunება მოუწია ქართული ოცნების ხელისუფლებას. სააკაშვილის გაფუჭებულ საქმეს გამოსწორებით იყო დაკავებული წლების განმავლობაში, ყველაფერი წააგო, ომიც წააგო, საინფორმაციო ომიც წააგო და ჩვენ მოგვიწია შემდეგ ამ ყველაფრის შემოbrunება. ჩვენ მოგვიწია მტკიცებულებების უკან ქვეყანაში დაბრუნება, ისკანდერის ნამსხვრევების უკან დაბრუნება, რომ დაგვემტკიცებინა, რომ რუსეთმა ომის დანაშაული ჩაიდინა. რომ დაგვემტკიცებინა, რომ რუსეთი ოკუპაციას ახორციელებს. სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი ვერ გადაფარავს ფაქტს, რომ რუსეთი ოკუპაციას ახორციელებს, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია ომის დაწყების თარიღის შეცვლით ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას, რომელიც აგვისტოს მოვლენებიდან ორ თვეში რეზოლუციის მხარდაჭერითაც აიღო. ქართული მხარე დაადანაშაულა ომის დაწყებაში რეჟიმმა, როდესაც ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას. ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობაც, სამარცხვინო სიტყვები თქვა. მან თქვა, რომ თითქოს სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაცამ დაგვარცხოვდნენ, ჩვენი გმირები შეეწირნენ სწორედ იმას, რომ ჩვენი მთავარსარდალი, ეგრეთ წოდებული მთავარსარდალი იყო მოღალატე, უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებდა უცხო ძალების დაკვეთით. რაც შეეხება რუსეთს. რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა სააკაშვილის და მისი რეჟიმის და ნაცმოძრაობის ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს. ერთ მხარეს იყო სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი, მეორე მხარეს იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენ თავარია რომ ორივე ფაქტს ვიცეთ სათანადო შეფასება. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ. მერე სხვა სიტყვები წერია. საუბარია იქ რუსეთის პასუხზე. რუსეთის პასუხი წერია. ანუ ცხინვალის დაბომბას მოყვა რუსეთის პასუხიო და ამას ხელი მოაწერა. ამაზე შეუძლებელია რომ პასუხი არსებობდეს ამ ძალების მიერ, რომელმაც თავად მოაწერეს ხელი სამწუხაროდ იმ ალბეთი დღეებში 18 წლის წინ ჩვენს სახელმწიფოს მართავდა სრულიად უსუსური ხელისუფლება, რომლებმაც ვერ შეძლეს რომ აერიდებინათ საომარი ვითარება და არ მომხდარიყო ის ტრაგედია, რაც მოხდა. ეს არის მათი პირადი პასუხისმგებლობა და დღეს უფრო მეტ ჩვენს მოქალაქეს აქვს სრულყოფილი პასუხი მათ მოქმედებაზე, ჩატარდა გამოძიებაც, არაერთი ფაქტი აღინიშნა, თუ როგორ მოქმედებდა მაშინდელი ხელისუფლება წლების მანძილზე. ეს თარიღი მათი მხრიდან აღინიშნებოდა დღევანდელ დღეს, შეიცვალა და გაურკვეველი ვითარებით, რომ მათ შესვალეს ეს თარიღი და 7 აგვისტოს აღნიშნავენ. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და ომში დაღუპულთა ახლობლები იმყოფებოდნენ. ომის დაწყების თარიღის მსგავსად ოპოზიციას განსხვავებულად ესმის ევროსაბჭოს რეზოლუციის შინაარსიც. რუსეთის ფედერაციამ შეიარაღებული აგრესია, არტილერიული ცეცხლით დაბომბვა, პროვოკაციები, ამ შემდეგ დაიწყო 7-ში. ხოლო შემდგომ ამ რეზოლუციაში წერია, რაც შეიძლება იქნას აღქმული როგორც სწორი ინტერპრეტაცია, რომ საქართველოს მაშინდელ შეიარაღებული ძალების სარდლობას
იმ მასშტაბის სამხედრო ოპერაცია არ უნდა დაიწყო 8-ში დილით, რა მასშტაბის სამხედრო ოპერაციაც დაიწყო. ანუ არაპროპორციული მასშტაბი სამხედრო ოპერაციისა იმის საპასუხოდ, რა артиლერიული ცეცხლიც იყო მანამდე გახსნილი. რუსეთი არის ოკუპანტი და დიდება გმირებს. ეს არის დღეს 18 წლის შემდეგ თავარი სათქმელი და არა ის, რასაც ლაპარაკობენ წინა ხელისუფლებაზე, ყველაფერს აბრალებენ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მათი პოლიტიკური ტყვეა და საუბრობენ რეზოლუციაზე. არ საუბრობენ იმ საერთაშორისო შეფასებებზე, რომელიც საფუძვლად დაედო მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს გამარჯვებას. ნაციონალურ მოძრაობას საერთაშორისო სასამართლოებში გამარჯვებაზე აპელირების მორალური უფლება არ აქვს, ამბობს უმრავლესობა. მათი თქმით, სამართლებრივ დავაში სწორედ სააკაშვილის გუნდის ხელმოწერილ დოკუმენტს იყენებდა ოკუპანტი ქვეყანა საკუთარი აგრესიის გასამართლებლად. ევროსაბჭოს რეზოლუციის კონკრეტული პუნქტები კი ქართული ჯარის უდანაშაულობასთან ერთად საფრთხეს უქმნიდა არაღიარების პოლიტიკასაც. ეს დადანაშაულება რომ მომხდარიყო, ეს გამოიწვევდა არა მხოლოდ თქვათ ამ ადამიანების დასჯას, რომლებიც გმირულად იცავდნენ საქართველოს ინტერესებს. კიდევ უარესიც მოხდებოდა. ეს გზას გაუხსნიდა ამ სეპარატისტული რეგიონების ლეგიტიმაციას. იმიტომ რომ როდესაც სამხედრო დანაშაულებს ჩადიხარ ვინმეს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, იქ საერთაშორისო სამართალი დაჩაგრულის მხარეს იხრება. და ეს ააცილა ახალ ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ძალიან ბევრმა გამოკითხულმა პირმა, მათ შორის ომის მაშინდელმა ხელმძღვანელებმა, გენერლებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ როდესაც უკვე პრაქტიკულად რუსები იკავებდნენ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებს, ხელისუფლების წარმომადგენლები ეუბნებოდნენ მოსახლეობას, რომ მათ არ უნდა დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები. ეს როდესაც უყურებს რა ხდება, როგორ იქცევა ჩვენი ოპოზიცია, რა ხდება საერთაშორისო ასპარეზზე, უკვე შეგვიძლია უფრო მეტი დასკვნები გავაკეთოთ და დასკვნა არის იქ, რომ მათ უნდათ უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილიყო იმისთვის, რომ შერიგება ყოფილიყო შეუძლებელი. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა. სწორედ ამ კომისიის დასკვნა უდევს საფუძვლად სარჩელს, რომელიც სასამართლოში ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით შევიდა. სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე პასუხისგებლობის აღება შესაძლოა სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ მაღალ ჩინოსანს მოუწიოს. პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ საქმე აღძრა. საფუძველი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვა მიზეზი კი ბარამიძის განცხადებაა, სადაც ამბობს, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრედნენ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ კი ვიდეო მიმართვა ჩაწერა და ტყვეების დახოცვა ხალხს დააბრალა. პროკურატურაში გამოკითხვები მიმდინარეობს გამოძიებას უკვე აქვს აფხაზეთის ომის ვეტერანების, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის თავდაცვის ყოფილი მინისტრის გენერალ-მაიორი გია ყარყარაშვილის და აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლის სამთავრობო კომისიის მუშაობაში ჩართული პაატა ზაქარეიშვილის ჩვენებები. მას არ შეეძლო ცოდნა ის, რაც განაცხადა. ასე ეხმაურება პაატა ზაქარეიშვილი გიორგი ბარამიძის იმ განცხადებას, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომის დროს ტყვეების დახოცვაში დაადანაშაულა. ზაქარეიშვილმა, რომელიც ტყვეთა გაცვლის კომისიის წევრი იყო, ვრცლად ისაუბრა 34 წლის წინ აფხაზეთის ომში არსებულ ვითარებაზე. ინფორმაცია დეტალურად მან გამომძიებლებს დღეს გენერალურ პროკურატურაში მიაწოდა. მე ვიყავი მთელი ომის განმავლობაში სოხუმში, მე გახდი სწორედ კოორდინატორი უხეშად თქვა, თუმცა ხელმძღვანელად ვითვლებოდი იმ ჯგუფისა, სამუშაო ჯგუფისა, კომისიისა, რომელიც მუშაობდა ყოველდღიურად ტყვეთა გაცვლაზე. შევთანხმდებოდით გაცვლაზე, გია ბარამიძე როგორც პარლამენტის წევრი ჩამოდიოდა ჩვენთან და ესწრებოდა გაცვლებს. ანუ მისი ჩართულობა იყო უფრო ფორმალური, ვიდრე რეალური. განცხადება არის წმინდა მისი აზრი, მოსაზრება აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან. ჩამოვიდა მოითხოვა კასკა და კასკა ქონდა კლიჩკა. გიორგი ბარამიძის ოჩამჩირეში ჩასვლა გაიხსენა დღეს აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ. გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულმა ანზორ მარგიანმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ბარამიძეს აფხაზეთის ომში არ უომია და მისი ბრალდებები ტყვეთა დახვრეტის შესახებ სრული სიცრუეა. ომში მაგას არ უომია, ჩამოდიოდა ჩვენთან ოჩამჩირეში, მე ვიყავი გარნიზონის კომენდანტი, ბრიგადის მეთაურის მოადგილე. დადიოდა სურათებს იღებდა, გამარჯვებოდა თბილისში. მე ხან სოხუმში ჩადიოდა, ხან ჩვენთან იყო და
ტყვეების დახრეტა, მაგრამ სად ნახა ჩვენ ტყვეებს არ ხრიტავდით. ერთი ტყვე რო დაგოხრიტა, იმით 23 ქართველს კლავდით, იმიტომ მე ერთ ტყვეში 3-4 ქართველი გამომყავდა, როგორ დახრიტავდით ტყვეებს. დღესვე გამომძიებლებს აფხაზეთის ომთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს სარეაბილიტაციო ცენტრში უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გენერალ-მაიორმა გია ყარყარაშვილმა. პროკურატურაში კი აფხაზეთის ომის სხვა ვეტერანებიც გამოიკითხნენ. ყველა მათგანმა თქვა, რომ გიორგი ბარამიძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. რას თქვა ბატონმა ბარამიძემ? არაფერი არ შეესაბამება სიმართლეს, თორემ მე პირველი დღიდან თითქმის ბოლომდე ყველა ბრძოლაში ვიღებდი მონაწილეობას. ასეთი რამე არა თუ მე შევწრები ვარ, არც გამიგია საერთოდ. და საერთოდ სად იყო და სად იბრძოდა თვითონ. ერთი წყია გაუსვლია სადმოდეს. ტყუილი არის თავიდან ბოლომდე. ქვეყანა დააზარალა, მაგრამ თავი დააზარალა, მაგრამ მე ესე მგონია ყველაზე უფრო იმიტომ რომ რა ვიცი, ეს არის ჯერ ერთი არაკასური საქციელი ტყუილები და რაღაცები და მე თავის მართლება რაღაც საცოდაობა იყო. ამაზრზენსა და ქვეყნის წინააღმდეგ მიზან მიმართულ მავნებლობას უწოდებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კობა კობალაძე ნაციონალური მოძრაობის წევრს ურჩევს, რომ გულწრფელი ბოდიში მოიხადოს. ბარამიძემ თავდაპირველად იაგო ხვიჩიას გადაცემაში თქვა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლების სამხედრო ტყვეებს ხრედნენ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ კი ვიდეო მიმართვა გაავრცელა და ტყვეების დახოცვა ხალხს დააბრალა. გუშინ დილით ამბობდა, რომ ბოდიშს არ ხდიდა, თუმცა დღის მეორე ნახევარში პოზიცია შეცვალა, მაგრამ ბოდიშთან ერთად ისიც აღნიშნა, რომ მისი განცხადება ყველამ არასწორად გაიგო. ინტერვიუში ჩემ ნათქვამს სრულიად სხვა და მიუღებელი ინტერპრეტაცია მიეცა და ბევრი პატიოსანი ადამიანი დაიბნა ან გაბრაზდა კიდეც. შევეცადე კიდევ ერთხელ უფრო დაწვრილებით მომეყოლა რა ხდებოდა ომის დაწყების პირველ პერიოდში, ტყვეთა გაცვლის კუთხით. ვწუხარ ამ გაუგებრობისთვის და ბუნებრივია ყველა პატიოსან, არა ქოც ვეტერანს ბოდიშს ვუხდი. თუ ჩემმა ნათქვამა მათ უნებლიეთ გული ატკინა. კარგად მესმის და ვაღიარებ, რომ ჯობდა ომის პროცესის აღსაწერად სხვა სიტყვა გამომეყენებინა, რათა რუსული პროპაგანდისტვის ამგვარი საკვები არ მიმეცა. გააკეთა ყოვლად ამაზრზენი განცხადება. ეთქვა, რომ გადაცდომა მოუვიდა და სიტყვები გაექცა, მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენა უბრალო მოქალაქეებს, რომ თურმე უბრალო მოქალაქეების ანგარიშწორება იყო, ეს ყველაფერი მერე ისევ შეურაცხყოფა მიაყენა ვეტერანებს და გულანთებულ ადამიანებს, თურმე ისინი მათ არ აქვს უნარი ანალიზის, უმჯობესია პაუზა შეინარჩუნოს. და როდესაც კომპეტენტურად კითხვებს დაუსვენ, გასცეს პასუხი ვინ, სად, როდის და რა ვითარებაში მოახდინა ეს ამაზრზენი დანაშაული. და თვითონ როგორც უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა სახელმწიფო შტოს და სუკომფორტის ზონაში მყოფმა იმ პერიოდის ვარსკვლავ ბიჭუნამ რატო წინააღმდეგობა არ გაუწია ამას და რატო წინა არ აღუდგა, ან კარგი თქვა შეეშინდა ეს მისი თვისებაა ჩვეულებრივი, რატომ შემდგომ 34 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც არ წამოწია ეს ფაქტორი. ალბათ ესეც გამიზნული მავნებლობაა ჩემი ქვეყნის და იმ შვიდობიანი პროცესის წინ, რომელშიც ყველანი ვართ ჩართულები. გამიზნულ მავნებლობას უწოდებს ნაციონალური მოძრაობის წევრის ინტერვიუსა და ვიდეო მიმართვას პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილის შეფასებით ბარამიძის განცხადება, რომელიც ქართულ მხარეს აფხაზეთის ომში დანაშაულის ჩადენას აბრალებს, კარგად ორგანიზებული და გარედან მიღებული დავალებაა. არა მხოლოდ 2008 წლის ომის დროს ომის დანაშაულების დაბრალებას დასჯერდნენ. ახლა უკვე გადაწყვეტა ბარამიძის ხელით გადაწყვეტენ 90-იან წლებს და აფხაზეთის ომს და იქ დაიწყეს დაბრალება ომის დანაშაულების. ეს არის კიდევ ერთხელ, როდესაც არავინ არ ეკითხება არც ბარამიძეს, არც აი ამ აქტივისტურ პოლიტიკურ ჯგუფებს, არავინ არ ეკითხება რა სიტყვიან, როგორ იტყვიან. ეს ყველაფერი არის გამზადებული, შეფუთული მიზნით მათ რა უნდა თქვან, როგორ უნდა ვის რა უნდა დააბრალონ და როდის რა უნდა გაათეთრონ და როდის რა უნდა გააშალონ. ასე რომ აქ საფიქრალი ის არის, საიდან მოდის ეს დავალება, რატომ ალაპარაკეს ბარამიძეს ის რაც ილაპარაკა. მორალურად მიუღებელი და სამარცხვინოა ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით მას შესაბამისი უწყებები დაადგენენ. სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ, მაგრამ რაც შეეხება არასამართლებრივ მხარეს, მორალურ მხარეს, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი, რაც თქვა ამ ადამიანმა. და მე სხვათა შორის ვერ ხედავ
ამასთან დაკავშირებით ამ ტელევიზიების ვერ ხედავ შესაბამისი პოლიტიკოსების და NGO-ების და ამ პარტიული აქტივის შესაბამის რეაქციებს. ხო, ამ სამარცხვინო განცხადებაზე არც ერთ მათგანს ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას არავითარი რეაქცია არ ქონია. კოლექტიურ ნაცმოძრაობას თავისი პირველი ფორმულათი, თავისი პარტიული აქტივით, თავისი პოლიტიკური პარტიებით არავითარი რეაქცია არ ქონია ამ სამარცხვინო განცხადებაზე, ამ აზრზე განცხადებაზე, რაც გააკეთა გიორგი ბარამიძემ. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ამაზე შესაბამისი უწყებები მიიღებენ გადაწყვეტილებას. გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო. რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ? უკვე მეხუთე დღეა ისმის კითხვა და უკვე მეხუთე დღეა ერთიანი პოზიცია არ აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ნაწილი დუმს, ნაწილი უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, დანარჩენები კი ხელს ევროპისკენ იშვერენ და რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებას სწორედ ევროპულ ძალებს აბრალებენ. მართალი გუნდისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიციისთვის მთავარი ვალდებულება გარე დავალებების ზედმიწევნით შესრულებაა. ნაციონალური მოძრაობის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე დისკუსია პრემიერ-მინისტრის წერილით დაიწყო. ირაკლი კობახიძემ დასვა არაერთი შეკითხვა, მათ შორის რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როცა საქართველო იბომბებოდა. პასუხი ვერ ექნებათ. ნახეთ, ძალიან ზოგად განცხადებებს აკეთებენ ხოლმე ამ წერილთან დაკავშირებით და საერთოდ ვერ შედიან სიღრმეში. რატომ დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ აქტიური ანტირუსული კამპანია მხოლოდ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ და რატომ ვერ გახდა მათთვის საკმარისი საფუძველი აგვისტოს ომი, რომელმაც ქვეყანას დამანგრებელი შედეგები მოუტანა. კითხვა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ ვრცელ წერილში დასვა, დღესაც გაიმეორა და იქვე განმარტა, რომ ეს შეკითხვები რიტორიკულია, რადგან ოპონენტებს მათზე პასუხები თითქმის 2000 წლის გასვლის შემდეგაც არ აქვთ. 2008-12 წლებში, როდესაც ომი იყო ახალი მომხდარი საქართველოში, როდესაც ოკუპაცია იყო ახალი განხორციელებული, როდესაც ეგრეთ წოდებული აღიარება იყო ახალი მომხდარი, ხო, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის, ხო, როდესაც ანწუხელიძე იყო ახალი ნაწამები და მოკულული და როდესაც ეს გმირები იყვნენ ახალი დაღუპული და როდესაც 100-ზე მეტი სოფელი ქონდა ახალი დაკარგული. მაშინ ეს ადამიანები გამოდიოდნენ და მიესალმებოდნენ ხოსტარია, სამარცხვინო ადამიანი, უცხოელი აგენტი, რომელიც დღეს დანიშნულია მთავარ რუსოფობად. ხოსტარია გამოდიოდა 2008-12 წლებში და აცხადებდა, რომ რუსი ტურისტი არ იყო პრობლემა, პირიქით მიესალმებოდნენ. რუსული ფული არ იყო პრობლემა, პირიქით მიესალმებოდნენ. და ახლა ხოსტარია გამოდის და აქციებს აწყობს, სანამ გარეთ იყო, აქციებს აწყობდა, როდესაც ვიღაცა ქორწილს იხდიდა საქართველოში. აი სამარცხვინოების დონე. აი ეს არის აგენტის ბედი. 2008-12 წლებში რო გამოდიოდი და მიესალმებოდი რუს ტურისტსაც, რუსულ ფულსაც და ყველაფერ რუსულს და ეხა ქორწილებს რო აქციებს უწყობ. აი ეს არის უცხოელი აგენტის სამარცხვინო ბედი, ხო? სიბინძური, აგენტობა სიბინძურე. ცალფრივად გააუქმეს ვიზები და დაიწყეს ლარსე უმაღლესი თანამდებობის პირები ჩამწკრივებული იყვნენ და ხდებოდნენ რუს ტურისტებს, საუბრობდნენ რომ რუსეთს ასე ვთქვათ, რუსულ ფულს სუნი არ აქვს და იმ წლებში, როცა სულ ახლახანს იყო განხორციელებული მათი ინტერვენცია საქართველოში, ხო, რუსების მიერ. იმ წლებში ეს ყველაფერი არ იყო სათანადოდ წარმოჩენილი, ოკუპანტაცაც არ იყო ეს ქვეყანა დასახელებული. ფაქტებს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა გაამახვილეს ყურადღება, ინახავს არქივი და ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსული. 412 დაღუპული, 2222 დაჭრილი, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული 30000-ზე მეტი მოქალაქე, საოკუპაციო ხასმიღმა დარჩენილი 120-ზე მეტი ქართული დასახლება. თუმცა ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ყოფილი სახელმწიფო გუნდის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაატარეს, არამედ ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს. აგრესორის სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის კი სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმეს. რუს ტურისტებს საზღვარზე თავად მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნეს საქმიანობისთვის იწვევდა. Нет, наоборот, надо, чтобы почаще ездили другие.
Добро пожаловать. გახსნილია სავიზო რეჟიმი. ჩვენ მივესალმებით მხოლოდ რუს ტურისტებს. ბიზნეს არანაირი პრობლემა არ შექმნია და ციფრებს რო შეხედოთ, მინდა გითხრათ, რომ გაიზარდა კიდევაც ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს კი, დამსხვილი ბრუნვაა. ჩვენ ვართ გახსნილები რუსეთთან ურთიერთობისთვის. ჩვენ პირიქით არანაირი პრობლემა არ აქვს. სახელმწიფო კომპანია როგორიც არის VTB ბანკი, ისეთივე როგორიც არის RAO-ი და ასე შემდეგ, ძალიან აქტიური ინვესტიციებს ახორციელებენ და ასე ვთქვათ, ფულის ასე ვთქვათ, სუნი არ უდის. როგორ იქცა რუსეთი ომის დამნაშავედ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ. ამ კითხვის საპასუხოდ ბოლო დღეების განმავლობაში ყოფილ სახელმწიფო გუნდში ერთიან პოზიციაზე ვერ შეჯერდნენ. ამ დრომდე ნაციონალური მოძრაობის წევრები 2008 წლის შემდეგ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას გეოპოლიტიკური დღის წესრიგით ხსნიდნენ. დღეს კი ოპოზიციურ პარტიაში მხოლოდ ის თქვეს, რომ რუსეთი ოკუპანტია. არავინ და ცხადი არ ჩვენ არ ვართ მშვიდობიანი ტურისტებისა და ვიზიტორების შემოსვლის წინააღმდეგი, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს ის, მაგრამ ამავე დროს ხაზგასმით შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და მან ჩაედინა ომის დანაშაული. რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წელსაც, თუმცა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ანტირუსული რიტორიკის გააქტიურება მხოლოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მართველი გუნდისთვის ოპონენტების აგენტურული საქმიანობის და სამშობლოს წინააღმდეგ მოღალატეობრივი ქმედებების დადასტურება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოპოზიციამ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები Deep State-ის თამაშის წესებს შეწირა. შედეგად რუსოფობიური კამპანია სწორედ მაშინ გააჩაღა, როდესაც შესაბამისი დავალება გარე ძალების მხრიდან მიიღო. ეტყვიან, რომ რუსი უნდა ეზიზღებოდეს, შეეზიზღება. ეტყვიან, რომ რუსი უნდა უყვარდეს და ღვინის ბოთლი დახვდეს საზღვარზე, ამას გააკეთებენ. ეს ადამიანები არიან მარიონეტები. ეს არის სწორედ გაკვეთილი 2008 წლის თუ რას ნიშნავს, როდესაც მარიონეტი უბრალოდ პოლიტიკური აქტივისტი კი არ არის, რომელსაც მხოლოდ რაღაც ყვირილი და სიტყვით შეიძლება შეუძლია რაიმის დაზიანება. როდესაც მარიონეტი არის ხელისუფლებაში, ამას მიყავს ქვეყანა ომამდე, ეკონომიკურ კოლაფსამდე და კრიზისამდე. ეს შეკვეთა და იმოქმედა იმ შეკვეთის მიხედვით, რომელიც მიიღო უფრო მეტიც ყველაფერზე მოაწერა ხელი, რაც რუსეთის ინტერესებს, პოლიტიკურ, მათ შორის და ეკონომიკურ ინტერესებს შეესაბამებოდა. ყველაფერს აბსოლუტურად ეს ჩვეულებრივი ხვედრია მარიონეტული ხელისუფლების და მარიონეტული აზროვნების ადამიანის. 2008 წლის ომის შემდეგ დღეს 18 წელი შესრულდა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20% ამ დრომდე ოკუპირებული რჩება. საქართველოს სუვერენული რეიტინგი და პერსპექტივა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო SP Global Rating-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკის ზრდა მომდევნო წლებშიც მაღალი იქნება. სარეიტინგო სააგენტომ სუვერენული რეიტინგი BB დონეზე უცვლელად დატოვა, ქვეყნის პერსპექტივა კი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესა. S&P 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 6.4%-იან, მომდევნო წელს კი 5.9%-იან ზრდას ელოდება. სააგენტო დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას და მიიჩნევს, რომ არსებული მონეტარული პოლიტიკა ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მთლიანად არის აღმოფხრილი კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე. ეს პირდაპირ აისახება ბუნებრივია ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. კორუფციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურ ნიშნულზე გადაიყვანა. მიმდინარე სუვერენული რეიტინგი ეგრეთ წოდებული BB დონეზე შენარჩუნდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა უნარიანია ვალდებულებების შესრულების მხრივ. პოზიტიური პერსპექტივა კი საქართველოს ეკონომიკას AI კატეგორიისკენ უხსნის გზას. ამ კატეგორიაში ის ქვეყნები ერთიანდებიან, სადაც თითქმის მინიმალურია ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკი. პერსპექტივის სულელება არის ძალიან მნიშვნელოვანი, სტაბილურიდან დადებითისკენ. რაც ბუნებრივია გამოწვეულია იმ ტენდენციებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში და ქართულ ეკონომიკაში. ხო, თქვენ იცით, რომ წლევანდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ ეტაპზე არის შარშანდალზე მაღალი, შარშან ჩვენ წელიწად დავხურეთ 7.9%-ით და პირველი 6 თვის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%. ამის მიზეზია ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა და ამის მიზეზი არის კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები.
რეიტინგი უცვლელი, პერსპექტივა გაუმჯობესებული. საერთაშორისო სააგენტო საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას კიდევ უფრო დადებითად აფასებს და მომავალში რეიტინგის გაუმჯობესების შესაძლებლობას ხედავს. ანგარიში ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ძლიერი შიდა მოთხოვნა და წინ დახედული მაკროეკონომიკური პოლიტიკაა. მოლოდინია, რომ ქვეყანა მომავალში შეინარჩუნებს ფისკალურ დისციპლინას, ანუ ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი ზომიერ დონეზე იქნება. პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებში სააგენტო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულია მათი მოლოდინები, რომ საქართველო კვლავ გაიუმჯობესებს საგარეო პოზიციებს საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების ფონზე, ასევე კვლავ განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს და ჯანსაღ ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას. S&P-ს შეფასებაში ცალკე ადგილი უკავია ეროვნული ბანკის პოლიტიკასაც. სააგენტო დადებითად აფასებს საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას. ანგარიში ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკა ფასების სტაბილურობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით ამ გადაწყვეტილების საფუძველი ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები, გაუმჯობესებული საგარეო ეკონომიკური პოზიცია და ამავე დროს სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკა. ანგარიში ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, რამაც სააგენტოს შეფასებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს საგარეო ლიკვიდური ბუფერები და ამავე დროს შეამცირა მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ. საერთაშორისო შეფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური ზრდის პროგნოზია. სააგენტოს გათვლებით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა ჯამში 6.4%-ით გაიზრდება. მომდევნო წელს კი ზრდა 5.9%-ს შეადგენს. ეს პროგნოზი სრულად ემთხვევა საქართველოს მთავრობის მოლოდინებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო მსოფლიო მასშტაბით. შეფასებაში საუბარია საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ დონეზე, მათ შორის აღნიშნულია, რომ რეკორდული რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაღალმა დონემ. სარეიტინგო სააგენტოს შეფასება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც საერთაშორისო აღიარება, არამედ როგორც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგის შეფასება. როდის გადაინაცვლებს საქართველოს კიდევ უფრო ნაკლები რისკის მქონე ეკონომიკის კატეგორიაში. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ქვეყანა მიმდინარე ეკონომიკური დინამიკის შენარჩუნებას და სტაბილურობის დაცვას. ასეთი იყო ახალი ამბები და კურიერი 9 საათზე. თქვენ წინ გელოდებათ სერიალი მიხო და მარო, მე კი გემშვიდობებით ნახვამდის.